გაცრეცილი სახე, დასერილი გული, დაღლილი წამწამებზე, ცრემლი დაკიდული, დაუბლებულ სულში, გარჩენილი ბზარი, ბედისწერა ურჩი, სევდის ნიაღვარი, ტკივილებს და ლოდინს აღარა აქვს ზღვარი, რა უხტოთ რეკავს სიმარტოვის ზარი. სიმარტოვის ზარმა ლალიც ქვიტინიძის ცხოვრებაში ზუსტად 19 წლის წინ ჩამოკრა. ოჯახის წევრების დაკარგვის შემდეგ დაიწყო მძიმე გაჭირვება, შიმშილი და რაც ყველაზე ცუდი იყო სიმარტოვე. მეგობარმა კათარზისში მისვლა შესთავაზა და იმ დღიდან უკვე 19 წელია ყოველდღიურად კათარზისის სტუმარია. საერთოდ მელანქოლიურად ვარ ყოველთვის განწყობილი და ჩემ ფიქრებში ვარ ხშირად. ხო და ისე ცალკე ვარ ყოველთვის. ქალბატონი ლალი ერთ-ერთია იმ 385 ადამიანიდან, ვინც მძიმე რეალობას კათარზისში გამოექცა. ეკონომიკური პრობლემები, უბინაობა, ოჯახური კონფლიქტები. ამ სამი ძირითადი მიზეზით აკითხავენ მოხუცების სათნოების სახლს. არასამთავრობო ორგანიზაცია კათარზისი 1990 წელს დააარსა ზაურ ალადაშვილმა. მისი მთავარი ფუნქცია სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა, განსაკუთრებით მოხუცების. ჩვენ რაიმე ისეთ კონკრეტული დამფინანსებელი არ გვყავს, რა თქმა უნდა სახელმწიფოსგან არა, იმიტომ რომ ეს არასამთავრობოა და არასაბიუჯეტოა. და უფრო ესეთი ქველმოქმედი ორგანიზაციებისგან და ქველმოქმედი ადამიანები დღემდე ყოველ შემთხვევაში ამ ფორმით მოვაღწიეთ. მრავალფუნქციური სახლი. ასე უწოდებენ მოხუცები კათარზის. უფასო სასადილო, თეატრი, სამლოცველო კუთხე, დასასვენებლად ეზო. ეს ის მცირედ ჩამონათვალია, რასაც კათარზისი მოხუცებს თავაზობს. სათნოების სახლში საერთო საცხოვრებელიცაა, სადაც 12 ქალბატონი ცხოვრობს. მაგრამ არც ერთმა მათგანმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. როგორც სათნოების სახლის პრეზიდენტის მოადგილემ გულიკო რომანიშვილმა გითხრა, იგეგმება საერთო საცხოვრებლის გაზრდა. ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კათარზისის შენობას დააშენეს 600 კვადრატული მეტრი ფართობის მანსარდა, რომელიც თავშესაფრად გადაკეთდება და დაახლოებით 50 ადამიანის შეფარებასაც მოახერხებენ. ყოველ შემთხვევაში მარტო სახლში ყოფნას აქ ყოფნა ნამდვილად ურჩევნიათ, ასე რომ ეს საკმაოდ სერიოზული სოციალური კომპლექსია კათარზისი მარტო სასადილო რომ არა, ეს ყველა მიცის ცხადია ქალაქში. თეატრი კათარზისში. ეს ის ადგილია, სადაც მოხუცები ასაქსი ვიწყებენ და მხოლოდ საკუთარ როლებზე ფიქრობენ. თეატრს ნოსტალგია ქვია გასული წლების მოსაგონებლად. პირველი სპექტაკლი ხანუმა იყო და 10 წლის წინ დაიდგა. ახლა კი აკაკი დევიძის გამოკეტილ ჭიშკარზე მუშაობენ. იცი რა გეტყვი მამია? რა შევეტყვი? რა შენი საქმეა? ახლა შენ საქმეში სხვის როგორ და? რაღაც ახალი რამ შემოვიდა საქართველოში. ვიცით სახელმწიფო თეატრები, ვიცით სახალხო თეატრები, მაგრამ ეს ნოსტალგიის თეატრი, რომელიც აი ხანდაზმულების ძირითადი მიზანი ჩვენი თეატრისა, გუნდისა, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისა, რომლებიც ჩვენთან არის იმისა, რომ გადაძახილი სცენიდან მოხუცებულებს, ხანდაზმულებს, ვინაიდან ყველა ოჯახში კათარზისია. ყველა ოჯახში ხანდაზმულია. დარიკო ღარიბაშვილი კათარზისში 20 წელია დადის. მიზეზი კვლავ სოციალური პრობლემებია. როგორც თავად გითხრა, კათარზისი მისთვის მეორე სახლია. აქ მან ბავშვობის ოცნება აისრულა და თეატრში მთავარი როლებიც მოირგო. თუმცა საოცნებო როლი ჯერ კიდევ არ შეუსრულებია. ოჯახური როლი იყოს, მაგრამ ისეთი როლი არ იყოს რა, როგორი ცხოვრებაში. უფრო სხვანაირი, ლამაზი და კარგი. კათარზისში დღე დაახლოებით 6 საათზე სრულდება. თუმცა მოხუცები წასვლას არ ჩქარობენ. ერთმანეთთან საუბარში გართულებს დრო უცბად ეპარებათ. ქალბატონ დარიკოს კი სახლში ეჩქარება, სადაც მას ავადმყოფი შვილები და მეუღლე ელოდება.